არაერთხელ დავაანონსეთ ეს თემა ბზის მოჭრის კონტროლი მკაცრდება და ალბათ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითვალისწინოთ ამ სცენარის უნიკალურობა და იშვიათობა და შესაბამისად ჩვენ გვინდა მივესალმოთ ნინა კოლაზარაშვილს, რომელსაც სტუმარი ეყოლება და ამ თემაზე უფრო დეტალურად ისაუბრებს, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ქცევა და ზოგადად რა უნდა ვიცოდეთ. და ზოგადად სამოქალაქო პასუხისმგებლობა გისმენთ ნინა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სალამი მათ, ვინც ახლა შემოგვიერთდა ტელეეკრანებთან. დიახ, მე როგორც პირველ ჩართვაში გითხარით, განსაკუთრებით გამკაცრდა რეგულაციები ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბზის მოჭრის მიმართულებით და ამ და სხვა სამართალ დარღვევების მქონე პირებს დაეკისრებათ ასევე როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ან პასუხისმგებლობის მიიღება ამ ადამიანების მიმართ და ჩვენი სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ ნათია იორდანიშვილი, რომელიც გახლავთ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე. დილამშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად, რომ მოგვიყვეთ პირველ რიგში რას ითვალისწინებს გამკაცრებული რეგულაციები და რა არის ყველაზე გასათვალისწინებელი ამ შემთხვევაში რომელი მექანიზმი. ძალიან დიდი მადლობა, მოგესალმებით, მე ვესალმები მაყურებელს და მადლობა პირველ რიგში იმიტომ რომ ყოველთვის ტრადიციულად ბზობის დღესასწაულამდე თქვენი მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ რომ მოსახლეობას შევახსენოთ მნიშვნელოვანი რამ, კოლხური ბზა, რომელიც ბუნებრივად არის ჩვენს ტყეებში გავრცელებული, როგორც თქვენ ბრძანეთ, გახლავთ მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯად იქმედება. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული საქმის შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2000 ლარამდე, თუმცა აქ არ სრულდება საქმე, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ხდება სპეციალური მეთოდოლოგიით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება და თუ ეს თანხა 1000 ლარზე მეტია, უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დგება. კი ბატონო, უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, რას ითვალისწინებს სანქციები, ანუ რა ტიპის სანქციები არის მოსალოდნელი იმ პირთათვის, რომელიც შეეცდება უკანონოდ მოიპოვოს ბზა. როგორც ვთქვი, ტყეში იგულისხმება, რომ განმარტოთ, ტყეში უკანონოდ მოპოვება და მისი მოჭრა, ამოძირკვა. აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ, რომ ჩვენ საუბრობთ ტყეში ბუნებრივად გავრცელებული ბზის დაზიანებაზე, მოჭრაზე. როგორც უკვე ვთქვი, აქ ფულადი ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდეა, თუმცა ამ ჯარიმასთან ერთად და ეს სხვა შორის, როდესაც ვამბობთ, რომ გარემოზე მიყენებული ზიანი 1000 ლარი, შეიძლება ბევრს გონია, რომ ეს დიდ მოცულობაზეა საქმე, რადგან ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობა, მეთოდოლოგია ამ შემთხვევაში გაცილებით მკაცრია ზიანის დაცვლით და 1000 ლარის ზიანი ძალიან მცირე რაოდენობის შემთხვევაში შეიძლება დადგეს, შესაბამისად პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. თქვენ ახსენეთ გამკაცრებაც, დიახ, მკაცრდება სანქციები ზოგადად ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე და ამ შემთხვევაშიც არა მხოლოდ 2000 ლარიდან 5000 ლარამდე იზრდება ფულადი ჯარიმა, არამედ უკვე მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც და თავისუფლების აღკვეთა 3 და 5 წლამდეც ითვალისწინებს. უფრო მეტი რომ ვისაუბროთ კოლხური ბზის შესახებ, როგორც ვიცით, კოლხური ბზა არის გადაშენების პიროსტყოფი, ძალიან სამწუხარო ეს ინფორმაცია და საზოგადოების პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში. მადლობა ამ კითხვისთვის და რატომ ჩვენ თითქმის მე-10 წელია კამპანიას ვაწარმოებთ და ვცდილობთ ადამიანებს ავუხსნათ, რომ ბუნებრივად გავრცელებული, ტყეში ბუნებრივად გავრცელებული ბზა, ეს გახლავთ კოლხური ბზა, რომელიც გარდა იმისა, რომ გადაშენების საფრთხის წინაშეა და წითელი ნუსხით არის დაცული, არის ძალიან მნიშვნელოვანი სახეობა ჩვენი ბიომრავალფეროვნებისთვის, ჩვენი ტყისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კოლხური ტყის ტიპის და ძალიან მნიშვნელოვანია მისი როგორც სახეობის შენარჩუნება ამ ქვეყნის ბიომრავალფეროვნებისათვის. შესაბამისად და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამან შედეგი ნამდვილად გამოიღო. ჩვენ ხედავთ, რომ მოსახლეობა წლიდან წლამდე უკვე ცდილობს, რომ ქოთანში, აი ესეთი ქოთანში გამოყვანილი ბზით შეხვდეს დღესასწაულს, არ დააზიანოს, არ მოტეხოს, ან თავად გაამრავლოს და სახლში კონდეს ბუჩქის სახით. ბატონო და ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ტელემაყურებლისთვის, რომ მოგვიყვეთ, როგორ შეგვიძლია სახლის პირობებში ამ შემთხვევაში თუნდაც ქოთანში მოუვაროთ ბზას. მიუხედავად იმისა, რომ ბზა ოდნავ ნელმზარდი სახეობაა და მოლოდინი არ უნდა გქონდეს, რომ პატარა ყლორტიდან მეორე წელს დიდი ბუჩქი გვექნება, საკმაოდ მარტივია მისი მოვლაც და გახარებაც. ერთის მხრივ თუ გვაქვს ასეთი ქოთანში შეძენილი ბზა, ისიც შეგვიძლია გადავამრავლოთ, ისევე როგორც დიდი ბუჩქიდან, ან თუნდაც დღესასწაულის წინ, როდესაც
პლოტებს ყიდულობთ ხოლმე, ისიც 10-12 სანტიმეტრის ყლორტი შეგვიძლია ავაჭრათ. ტორფში დავაფესვიანოთ და შემდეგ გადავდგათ ქოთანში ან ღია გრუნტში. რაც შეეხება მოვლის წესებს, საკმაოდ მარტივია ესეც. მთავარია მოვარიდოთ პირდაპირ მზის სხივებს, თუმცა უყვარს ნათელი ადგილი და არც თუ ისე ხშირი წყაც სჭირდება, შეგვიძლია ხელით მოუნიშნოთ ნიადაგი და იმის მიხედვით მივაწოდოთ წყალი. და კიდევ ერთხელ მინდა რომ ჩვენ საზოგადოებას ეს პატრა მოწოდებასავით მივმართოთ, რომ აუცილებელია ავიმაღლოთ პირველ რიგში ჩვენი ასე ვთქვათ, შეგნების დონე და არ მოუწყვიტოთ, არ დავაზიანოთ გზა, რომელიც როგორც თქვენ ახსენეთ, არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დიახ, ნამდვილად ეს არის საკითხი, სადაც სპეციალური უწყებები მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს, ჩვენი მიზანი არ გახლავთ ვინმეს დასჯა, ეს არის პრევენცია და ამ ნაწილში საზოგადოების თითოეული წევრის მხარდაჭერა, მათი დამოკიდებულება არის განსაზღვრელი და მე მინდა ერთის მხრივ მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ასე გონივრულად ექცევა იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და ასევე ვთხოვო სხვებსაც, რომ მსგავსად მოიქცნენ. მე როგორც ვიცი, თქვენი სააგენტო ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს, სადაც ძირითადად პატარები არიან ჩართულები, რათა ბავშვობიდან ნახონ თუ როგორია თუნდაც მიწასთან მუშაობა და უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. რაიმე ახალი მიმართულებები ხო არ არის, რასაც აპირებთ ღონისძიებებს გულისხმობ? დიახ, ჩვენი ძირითადი საქმიანობის მიღმა ჩვენ ვცდილობთ ნამდვილად, რომ ყოველთვის კონდეს ისეთი შემეცნებითი ან გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებებიც, კამპანიებიც თუ აქტივობებიც, რომლებიც ნამდვილად მოგცემენ შედეგს. ამის ნეჯგუფით დიახ, პატარები გახლავთ ძირითადად ვცდილობთ, თუმცა რა თქმა უნდა ასაკი ყოველთვის არ არის შეზღუდული და ჩვენ მოხარულები ვიქნებით თუ ბევრი ადამიანი ჩაერთვება და მოგმართავს. განსაკუთრებით აქტიურია ხოლმე გაზაფხულის პერიოდი, როდესაც გთხოვენ ენერგების დარგვას და ამაში მონაწილეობას. გვაქვს სხვადასხვა კონკურსი, მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსი, რომელიც უკვე მე-10 წელია ტარდება ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან და უწყებებთან ერთად, ასე რომ შეგიძლიათ რომ თვალი ადევნოთ ჩვენს ვებგვერდსაც და აუცილებლად შეიტყობთ სიახლეებს. ძალიან დიდი მადლობა, ნათია იორდანიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე. ვფიქრობ ძალიან ინფორმაციული და საჭირო ჩართვა გამოგვივიდა და მეც გთხოვთ, რომ არ მოჭრათ გზა და აი ქოთანში, როგორც ხალბატონო ნათია მაგვიხსნა მისი წესები თუ როგორ შეგვიძლია სახლის პირობებში მას მოუვაროთ, ძალიან საჭირო და გასათვალისწინებელი რჩევები მივიღეთ. მოკლედ, მე ხვალამდე დაგემშვიდობებით, ბედნიერ, წარმატებულ და პროდუქტიულ დღეს გისურვებთ. ნინაკო, ძალიან დიდი მადლობა და მე მგონი მეგობრებო, დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან საშური ინიციატივა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მცენარეა, რომელსაც მართლაც უნდა მოუფრთხილდეთ. სამწუხაროდ აი მოხდა ისეთნაირად, მე ჩემი თვალით ამაკ ნანახი, აი იმ პერიოდში აი ზუდენობა, უგაზობა, ასე შემდეგ ურო იყო, სამეგრელოში განადგურდა ძალიან დიდი ფართობები უნიკალური ტყეებისა. და ნუ ამის აღდგენას აგერ თვითონ გითხრა კიდევაც ნინაკომ, რომ უნდა ძალიან დიდი ხანი რო აღდგეს და იმისათვის რომ აი ეს პატარა ბუჩქი რომ დიდად იქცეს, ამას ათეული წლები დაჭირდება ალბათ. ჩემ და სამწუხაროდ და სამარცხვინოდ მოხდა ისე, რომ ჩემთან გარაგზე რამდენიმე ბუჩქი რაღაცა დაემართა და აღმოჩნდა, რომ მარტო ჩემი გაუფრთხილებლობის ბრალია ყოფილა, თურმე რაღაცა პარაზიტი გაუჩნდა, რომელმაც იმ ტერიტორიაზე მთლიანად გაანადგურა და თუკი ჩვენ ამას ხელს შეუწყობთ და ყველას გვექნება ეს ბუჩქი და ჩვენი ბზობა, ეს დღესასწაული მხოლოდ იმით შემოიფარგლება, სადღაც მოტეხილი იმას მოვეფეროთ, რაც სახში გვექნება და გონია რომ ყველაზე კარგი ვარიანტი არის. ერთხელ ნაკურთხება და იქნება და რა თქმა უნდა ქოთანში ვიზიარებ ხოლ ხალბატონი ნათიას მოწოდებას და რასაკვირველია აუცილებლად შევიდნენ ქოთანში. კი, და გადავარჩინოთ კოლხური. რასაკვირველი მით უმეტეს რომ წითელ ნუსხაშია შეტანილი ეს არაჩვეულებრივი მცენარე.